გვინდა ატლანტის ოკეანეზე გადებული ხიდი ვიყოთ, ეს ტექნოლოგია ბორბლებზე არ დგას და ვერ საწავა. გვინდა ევროპელმა მომხმარებელმა იცოდეს, რომ შეუძლია Microsoft-ის იმედი ჰქონდეს. მოგესალმებით ევრონიუსის გადაცემაში მთავარი კითხვა, რომლის ფარგლებშიც ბიზნესის სფეროში ძალიან გავლენიან ადამიანებს ვესაუბრებით. და დღეს ჩემთან სტუმრად არის ბრედ სმიტი, კომპანია Microsoft-ის ვიცე-თავმჯდომარე და პრეზიდენტი. ბრედ, ძალიან სასიამოვნოა ჩვენს გადაცემაში თქვენი სტუმრობა. დიდი მადლობა, რომ მოგბრძანდით. დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ. ცოტა ხნის წინ Microsoft-მა ევროპის წინაშე 5 ვალდებულება აიღო ციფრულ სექტორში. უპირველეს ყოვლისა შეგიძლიათ გითხრათ, რას გულისხმობს ეს ყველაფერი? თავარი რაც გვინდა ევროპამ და ევროპელმა მომხმარებელმა იცოდეს, ის არის, რომ შეუძლია ჩვენი Microsoft-ის იმედი ჰქონდეს. გვინდა და მიგვაჩნია, რომ უნდა ვიყოთ ციფრული სტაბილურობის საყრდენი გეოპოლიტიკური არეულობის დროს. ეს კი ჩვენთვის ნიშნავს კიბერუსაფრთხოების, პირადი ინფორმაციის დაცვას, ევროპის ციფრული წინააღმდეგობის უნარის გამტკიცებას, ჩვენი ინფრასტრუქტურის, ჩვენი მონაცემთა ცენტრების მშენებლობის გაგრძელებას მთელ ევროპაში. და იმის უზრუნველყოფას, რომ ამ ცენტრებმა ევროპის ეკონომიკის თითოეული სექტორის კონკურენტუნარიანობა შეუწყონ ხელი. რატომ არის ევროპა ასეთი მნიშვნელოვანი Microsoft-ის ბიზნეს გეგმაში? ჩემი აზრით, Microsoft-ი ისეთი წარმატებული არ იქნებოდა გლობალურ დონეზე, როგორიც დღეს არის. ევროპაში დიდი ხნის განმავლობაში რომ არ ყოფილიყო წარმოდგენილი. პირველად მუშაობა ამ კომპანიაში 1993 წელს პარიზში დავიწყე და სიმართლე თუ გინდათ, ევროპა ჩვენი გლობალური ბიზნესის მეოთხედზე მეტ შეადგენს. ევროპული ქვეყნები ძალიან მნიშვნელოვანია, აქ ძალიან ბევრი ინოვაცია იქმნება ახლა. რა ვალდებულებები აქვს Microsoft-ს ევროპის წინაშე? მინდა ხელოვნური ინტელექტისა და ღრუბლის ეკოსისტემის საკითხებს შევეხო, რომლებიც ჩადებულია ევროპის წინაშე ნაკისრ ციფრულ ვალდებულებებში. მაინც როგორ შეუწყობს ხელს ღრუბლის ტექნოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურა ევროპის კონკურენტუნარიანობას? როდესაც ფიქრობ ევროპაზე როგორც ძლიერ ეკონომიკაზე, ერთ-ერთი ფაქტორი, რასაც ყოველთვის ძალიან ვაფასებთ, არის ის, რომ მას დიდი ექსპერტული ცოდნის ადგილად მივიჩნევთ. იქნება ეს ფარმაცევტული სექტორი, მანქანა დანადგარების, ქიმიკატების, ავტომობილების თუ კიდევ ბევრი სხვა რამის წარმოება, რაშიც ევროპული კომპანიები ლიდერობენ, მაგრამ სამომავლოდ ამ ინდუსტრიებს უფრო მეტი ციფრული ტექნოლოგიები, ღრუბლის ტექნოლოგიის სერვისი, ხელოვნური ინტელექტი დაშირდებათ გლობალურ დონეზე პირველობა და კონკურენტუნარიანობა რომ შეინარჩუნონ. და ამ მხრივ დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა ინვესტიციებს შევდებთ ევროპაში. ისეთი გიგანტური კომპანია, როგორიც Microsoft-ია, რატომ არის ვალდებული რაღაც ისეთი გააკეთოს, რაც ევროპის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს? ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ ვართ ამ ბიზნესში. ჩვენი საქმეა ისეთი ტექნოლოგია მივაწოდოთ ბაზარს, რომელიც სხვებს ადამიანებსა და ორგანიზაციებს დაეხმარება უფრო წარმატებულნი იყვნენ. ბიზნესის სამყაროში ეს ნიშნავს წარმოების ზრდის ხელშეწყობას, თუმცა ასევე ნიშნავს ინოვაციის წახალისებას და სწორედ ამ კუთხით არის ჩემი აზრით განსაკუთრებული ხელოვნური ინტელექტი, როგორც მას უწოდებთ მომავალი დიდი მიზნების მქონე ტექნოლოგიას. როგორც იყო ელექტროენერგია მაგალითად. სწორედ ის გარდაქმნის ეკონომიკის თითოეულ სექტორს და ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩემი აზრით ის არის, რომ მოვემსახუროთ ევროპის ყველა მხარეს რესურსებით და სწორედ ამიტომ ვაფართოვებთ ინფრასტრუქტურას მთელს ევროპაში. მართლაც ასეა. და თქვენ გეგმავთ ევროპის 16 ქვეყანაში მონაცემთა ცენტრების პოტენციალის 40%-ით გაფართოებას მომავალი 2 წლის განმავლობაში. მაინც რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნება ამის შედეგად? მონაცემთა ცენტრის მშენებლობის შედეგად, რადგან 2027 წლისთვის 16 ქვეყანაში 200 ასეთი ცენტრის შექმნას ვაპირებთ, უამრავი მაღალი კვალიფიკაციის სამუშაო ადგილი შეიქმნება მშენებლობაში. მთლიანი მიწოდების ჯაჭვში ყველა მიმართულებით, რაც კი ამ ინფრასტრუქტურას უკავშირდება. მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით ის არის, რომ ამას მულტიპლიკაციის ეფექტი ექნება. აი ამის გაკეთებას შეძლებს ჩვენი მომხმარებელი ამ ტექნოლოგიით. ეს რეალურად იმიტომ ჩავიფიქრეთ, რომ მათ ზრდას შეუწყოთ ხელი. ეს არის ჩემი აზრით, როგორც ჩვენ უწოდებთ ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული ეკონომიკის, ხელოვნური ინტელექტის ეპოქის ეკონომიკის მამოძრავებელი ძრავა. ბრედ, გარდა აღნიშნული მიმართულებით გაფართოებისა, თქვენ ისიც აღნიშნეთ, რომ ხელს შეუწყობთ ევროპის ციფრული წინააღმდეგობის უნარის განმტკიცებას, გეოპოლიტიკური არეულობის ჟამს. ხომ არ აჯობებს, რომ ევროპა საკუთარ ევროპულ კომპანიებს დაეყრდნოს წინააღმდეგობის უნარის განმტკიცების თვალსაზრისით? მიმაჩნია, რომ ევროპას მრავალფეროვანი რესურსები დასჭირდება, რომ დაეყრდნოს. და თუ ევროპული ქვეყნების მთავრობები გადასახადების გადამხდელთა ფულს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ინვესტიციები ჩადონ ან სუბსიდიები გასცენ საკუთარი ალტერნატიული კომპანიების შექმნისთვის, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ გონია, რომ ჩვენ უნდა შევასრულოთ ამ მხრივ როლი და ვითანამშრომლებთ მთავრობებთან იმის მიუხედავად, თუ
სად აბანდებენ ისინი ფულს. მარიო დრაგის ანგარიშში ხაზგასმულია თუ როგორი მნიშვნელოვანია ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენება და როდესაც ამ ინფრასტრუქტურას აქ ვაშენებ, ყოველთვის ვამბობ, რომ ეს უზარმაზარი ინფრასტრუქტურა არ დგას ბორბლებზე და ვერსად წავიღებთ. მათ დაარეგულირებს ადგილობრივი კანონი და წესები. თანაც მუდმივად მოგვიხდება ლიცენზიის აღება, რათა გავფართოვდეთ და ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ბრეძოგი შიშობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა აიძულოს Microsoft-ის მსგავსი კომპანიები, რათა მათ მისცენ წვდომა ევროპულ დახურულ მონაცემებზე და როგორც ვიცი, თქვენ პირობა დადეთ, რომ სამართლებრივ გზებს მიმართავთ, თუ მთავრობა შეეცდება მიიტაცოს ევროკავშირის მონაცემები, მაგრამ ხომ არ გაგიჭირდებათ ბალანსის დაცვა? პირადად მე არ მგონია, რომ ასე მოხდეს. ვიცი, რომ არსებობს ასეთი შიში. როდესაც ცეცხლ სახლში ვიყავი და მათ გავუზიარე, რაც აწუხებს ევროპას, აბსოლუტურად ყველამ, ვისაც კი ვესაუბრე, მითხრა, არც კი გვსმენია რაიმე მსგავსი აზრიო. თუმცა გვესმის, რომ ეს საკითხი მისახედია და მივხედავთ კიდეც. სწორედ ამიტომ ვთქვით, რომ ევროპული ქვეყნების მთავრობებთან და ევროპარლამენტთან დადებულ კონტრაქტებში ჩავდებთ ვალდებულებას, რომ თუ კი როდესმე სადმე მთელ მსოფლიოში ვინმესგან მივიღებთ მსგავს ბრძანებას, რომელიც გვაიძულებს შევაჩეროთ ოპერაციები, მაგალითად ევროპაში, აუცილებლად გავასაჩივრებთ სასამართლოში. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მოვიგებთ. მაგრამ ისიც ვთქვით, რომ თუ ვერ მოვიგებთ, გვეყოლება სერვისის მიმწოდებელი სათადარიგო ჯგუფი ევროპელი პარტნიორები, რომელთაც ექნებათ ჩვენი კოდები, ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფის კოდები და დაცული ინფორმაციის კოდები, რომლებიც შეინახება შვეიცარიის უსაფრთხო საცავში. გვინდა დავამშვიდოთ ხალხი, რომელიც წუხს და გონია, რომ ვიპოვეთ კიდეც გამოსავალი. Basically, we want to allay people's concerns. I think we have a solution that does that. ევროკავშირში ამბობენ, რომ ამერიკული კომპანიების მიზანში ამოღება შესაძლოა იყოს ერთ-ერთი კოზირი დონალდ ტრამპის მიერ შემოღებული ტარიფების საპასუხოდ. როგორი იქნება თქვენი პასუხი? ჩვენ გვინდა ატლანტის ოკეანეზე გადებული ხიდი ვიყოთ. ჩემი აზრით, ბიზნეს შეუძლია და უნდა იყოს კიდეც ატლანტის ოკეანეზე გადებული ხიდი, მაგრამ საბოლოო ჯამში მთავრობებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და ეს ეხება როგორც ევროპას, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩვენ ყველაფერს გავუძლებთ და დავეხმარებით ჩვენს მომხმარებელს ადაპტაციაში და თავადაც მოვერგებით სიახლეს. მაგრამ ყველაზე მეტად მინდა კეთილგონიერების ხმა ვიყოთ, რომელიც გაამყარებს ატლანტის ოკეანის გაღმა 80 წლის განმავლობაში უცვლელ კავშირს. რათა გამოვიყენოთ ის როგორც უპირატესობა და შესაძლებლობა ყოველი ჩვენთაგანისთვის. ერთი ნაბიჯით უკან დავიხიოთ და მერე ხელახლა ვიკისროთ ვალდებულებები. მოდი მივხედოთ ამ საკითხებს, რომლებიც ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს აწუხებს ხალხს, მაგრამ ნურცის დაგვავიწყდება თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს კავშირები, მათ შორის ბიზნესისთვისაც. Either side of the Atlantic. But let's not forget how important these ties are, including for business. მართლაც ასეა. ბრედ, დიდი მადლობა, რომ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი სტუმრობა ჩვენ გადაცემაში. მთავარი კითხვა. დიდი მადლობა, ეს მართლაც მთავარი კითხვაა. მართლაც ასეა, დიდი მადლობა.